გრძელდება საბერძნეთში მოგზაურობა. ეს ქვეყანა საკურორტო და კულტურული დასვენების იდეალური კომბინაციაა და რამდენიმე მოგზაურობაც არ გეყოფათ მის ბოლომდე გასაცნობად. სალონიკში კარგი ამინდი დაგვემთხვა, ამიტომ დილიდანვე გამოვედი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და ქალაქში სახეტიალოდ. დღეს სალონიკის რამდენიმე ადგილის მონახულებას ვაპირებთ და პირველ რიგში მოვედით ამ ადგილას, რომელსაც არისტოტელეს მოედანი ეწოდება და ის ქალაქის მთავარი მოედანია. 1917 წლის დიდი ხანძრის დროს აქაურობის 2/3 მთლიანად განადგურდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ, ანუ 1918 წელს, ფრანგმა არქიტექტორმა დააპროექტა ახალი მოედანი, რომელიც ფაქტობრივად 1950 წლისთვის დასრულდა. ბულვარში სეირნობისას მაშინვე შეამჩნევთ თუ რამდენად განსაკუთრებული მოედანია, ვინაიდან გარშემო ფაქტობრივად ერთი და იგივე შენობებია, მსგავსი ნაგებობები, ხოლო აქ როდესაც მოხვდებით, დაინახავთ რამდენად დახვეწილი, ლამაზი და განსხვავებული შენობებია. როგორც ქალაქის მთავარ მოედნებზეა ხოლმე, გარშემო სულ არის ტრაფიკების ობიექტები, კაფეები, ბარები, სუვენირების მაღაზიები, ხალხის სეირნობს, მოგეთ ჩვენიერი ადგილია, რომ აქ გამოისეირნოთ, ჩამოჯდეთ, დაისვენოთ ის ნებისმიერ მონაკვეთში. ამინდი ცვალებადია, თუმცა შედარებით ზიანათებს არ წვიმს ჯერჯერობით და ნახოთ როგორ გაგრძელდება ჩვენი დღე. იმედია ხელსა შეგვიშლის დათვალიერებაში. ვინაიდან სალონიკი მდებარეობს ეგეოსის ზღვის ნაპირზე, ეს გავლენას ახდენს მის კლიმატზე. კულტურული ტურისთვის აქ მოგზაურობა წელიწადის ყველა დროსაა შესაძლებელი, თუმცა ზამთარი ზომიერად ცივია. არისტოტელეს მოედნიდან ზღვის საპირისპიროდ, ქალაქის ზედა ნაწილისკენ წავედი სასეირნოდ. ჩვეულებისამებრ, ქუჩებში სულ ხალხმრავლობაა. ახლა მოვედით ერთ ადგილას, რომელიც ესე არ ჩანს ქალაქში მოძრაობისას, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვინახულოთ, ვინაიდან შუა ქალაქში არის ესეთი საოცარი ადგილი, ესეთი საოცარი სივრცით, რომელსაც ეწოდება რომაული აგორა, ასევე შეიძლება ვნახოთ ოდეონით ან ოდეუმით. ძველი ბერძნულიდან ეს ითარგმნება როგორც სიმღერის ადგილი, შესაბამისად ამ ტერიტორიაზე იმართებოდა სხვადასხვა მუსიკალური საღამოები, პოეზიის შეჯიბრებები, თეატრალური წარმოდგენები და ასე შემდეგ. აქ ოდეონი აშენდა ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში და თავდაპირველად ის იყო გადახურული. თუმცა ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში ამ შენობას სახურავი მოხსნეს და ღია სივრცეთ გადაკეთდა. ერთი ვარაუდით ამ ტერიტორიაზე იმართებოდა საბრძოლო წარმოდგენებიც, როგორიცაა გლადიატორთა ბრძოლები, თუმცა მეცნიერთა მტკიცებით ეს შეუძლებელი იყო მისი მცირე ზომიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ამ ტერიტორიაზე არ შეგვიძლია გასეირნება და ახლოდან დათვალიერება, თუმცა არის აქ შიდა მუზეუმი მოწყობილი, სადაც შეგვიძლია 4 ღეროთ შევიძინოთ ბილეთი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები დავათვალიეროთ. პირველ რიგში ამ ადგილს მოვინახულოთ და შემდეგვე გარედან ვეცდებით მოვინახულოთ ეს ადგილი. კარგია იმ კუთხით, რომ შეგვიძლია გარედანვე მაქსიმალურად წე დავარტყათ 4-ვე კუთხიდან და ზევიდან დავხედოთ როგორ გამოიყურება დღეს. დავიძარეთ შიდა სივრცისკენ, სადაც მუზეუმი მდებარეობს. შევიძინე ბილეთები და შევედით საგამოფენო სივრცეში. ზომით პატარა მუზეუმია, თუმცა შთამბეჭდავია არტეფაქტების რაოდენობა და მრავალფეროვნება. აქ ხვდებით სხვადასხვა დანიშნულების თიხის ჭურჭელს, საბრძოლო იარაღებს, სამკაულებს, ქანდაკებებს, ბარელიეფებს. ყველაფერი იმას, რაც ბერძნული კულტურის ხსენებაზე თვალწინ წარმოგვიდგება.
როგორც აღნიშნე, კარგი შესაძლებლობაა, რომ ასე დავათვალიეროთ ყველა კუთხიდან და წარმოვიდგინოთ თუ როგორ იყო ძველ დროში. როგორც ხედავთ, ნაწილობრივ აღდგენილია და კონსერვირებულია. 1997 წელს გაიხსნა ტურისტებისთვის და მას შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასე დავათვალიეროთ. ამ ტერიტორიის ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი დღეისთვის არის ამფითეატრი, რომელიც შემდგომ ხელმასწრე მდებარეობს, სადაც დღემდე იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება, კონცერტები, სიმღერის წარმოდგენები, სამხატვრო გამოფენები და ასე შემდეგ. სალონიკში ეკლესიებს თუ პატარა სალოცავებს ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით გამორჩეულია. ერთ-ერთი აგორასთან ახლოს მდებარეობს და გეზით სწორედ იქით ავიღეთ. წმინდა დიმიტრიუსი, ქართულად წმინდა დემეტრე, ითვლება სალონიკის მფარველ წმინდანად, რომლის სახელობის ტაძართანაც ახლა მოვედით. ის იყო სალონიკის ქრისტიანი მმართველი, რომელიც საბოლოოდ მოწამეობრივად აღესრულა და გადმოცემის თანახმად შუბით განგმირეს. პირველი ტაძარი აქ მე-4 საუკუნეში აშენდა ძველი რომაული აბანოს ადგილზე. 1 საუკუნის შემდეგ უკვე გადაკეთა 3 ნავიან ბაზილიკად, ხოლო კიდევ 1 საუკუნის შემდეგ 5 ნავიან ბაზილიკად. დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა იცვლებოდა, თუმცა ეს ფორმა ფაქტობრივად დღემდე შეინარჩუნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1917 წლის ხანძარი, როდესაც საგრძნობლად დაზიანდა, იმდენად რომ 10 წლები დაჭირდა მის აღდგენას. სხვა მართლმადიდებლური ტაძრების მსგავსად აქ შესვლაც უფასოა და მოდი შევიდეთ და შეგინათ ვნახოთ როგორ გამოიყურება. ინტერიერი ძალიან გავს ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს. უპირველესი განსხვავებელი სკამებია, რაც ზოგადად მართლმადიდებლური ტაძრისთვის არ არის დამახასიათებელი. ტაძარში საოცარი სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს უფევს. ახლა მოვედით კაპანის ბაზარში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო სალონიკის ყველაზე დიდი ბაზარი, სადაც შეხვდებოდით როგორც ხორცეულს, თევზეულობას, ხილს, სხვადასხვა პროდუქტს და დღემდე ეს ტრადიცია გრძელდება და ძალიან მიყვარს ხოლმე მოგზაურობის დროს ესეთ ადგილებში მოსვლა, რათა ხვდებით ადგილობრივებს, შეგვიძლია შევიდეთ კომუნიკაციაში, რამე დავაგემოვნოთ, თუ მოგვეწონება რა თქმა უნდა და გავიაროთ, ნახოთ რა ხდება. ბაზარი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორცაც ველოდი. უმეტესწილად ხორც პროდუქტები და თევზეულობა იყო. რამდენიმე სუვენირი შევიძინე და სანაპიროზე გავისეირნე. სასიამოვნოა სანაპირო ზოლზე სეირნობა, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით ბათუმის ბულვარის მიმზიდველობა სულ სხვაა. სხვადასხვა ტურისტულ აქტივობასთან ერთად ერთ-ერთი ფოტოს გადაღება და გაზეთში დაბეჭდა. მე და რობიც მოხვდით მათ ობიექტივში. გათენდა ახალი დღე და მივდივართ შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ და როგორც ხედავთ, იქ წასასვლელად მანქანა გვჭირდება. სალონიკში ყოფნისას თუ დრო გექნებათ და მანქანის ქირობას გადაწყვეტ, ალბათ ერთ-ერთი ადგილია ქალაქი კავალა, სადაც აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ, ვინაიდან ულამაზესია, თავისი ისტორია გააჩნია და რა თქმა უნდა ყველაფერს ამას ერთად ვნახავთ. მანდა კი გეტყვით, რომ დაახლოებით 1 საათია გზაში ვართ.
ფასიან გზაზე მოვდივართ ახლა, სადაც 130 კილომეტრია მაქსიმალური სიჩქარე, შესაბამისად შეგვიძლია რომ კარგი სიჩქარით ჩავიდეთ. დაახლოებით 2 საათი დაგჭირდება მთლიანობაში. სულ 2 პუნქტი გამოვიარეთ, სადაც თანხა გადავიხადეთ და დაახლოებით 4 ώρამდე დაგვიჭირდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, არც ისე ძვირია ამ გზაზე სიარული. როგორც GPS-ი მეუბნება, 40 კილომეტრი დარჩა და 34 წუთში ნავიღოთ უკვე ქალაქში და დავიწყებთ მის აღმოჩენას, დათვალიერებას და გაგაცნობთ რა თქმა უნდა თქვენც. გზის საფასურის გადასახდელი 3 პუნქტი გავიარეთ. რაც 6 ევრომდე დაგვიჭდა. 160 კილომეტრი დავფარეთ. დრო ძირითადად მეორე ხარისხოვან გზაზე დავკარგეთ. სადაც მაქსიმალური სიჩქარე ზოგჯერ მხოლოდ 30-40 კმ/სთ იყო. ცენტრალური გზიდან გადავუხვევთ ქალაქ კავალასკენ. გავაჩერებთ მანქანას და დავიწყებთ მის დათვალიერებას. საკმაოდ დიდი ძევნის შემდეგ სლივს გავაჩერეთ მანქანა ერთ ვიწრო ქუჩაზე და ამოვდივართ ესეთ ვიწრო ქუჩებით და ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილი არის კავალას ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი ქალაქი უნდა გამოჩნდეს წესით და კარგად აღვიქვამთ მთლიან ქალაქს. ფეხით სულ რაღაც 10 წუთი დავჭირდა ციხესიმაგრემდე მისასვლელად. ციხესიმაგრის ტერიტორიაზე შესვლისთანავე კოშკი შევამჩნიე და მე სწორედ მისკენ ავიღე გეზი. ვიწრო კიბეებით მიწევს ასვლა. ცოტა გამიჭირდა ამ კიბე ბილიკის დაძლევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელი სახურავზე ასვლა. ამოვიდით კავალას ციხესიმაგრეზე, იგივე აკროპოლისზე, რომელიც პანაგიას ნახევარკუნძულზე მდებარეობს, სადაც თავის მხრივ იყო ძველი ქალაქი. უშუალოდ ეს ციხესიმაგრე მე-15 საუკუნეში აშენდა, თუმცა მანამდე აქ არსებობდა არაერთი ციხე, მათ შორის გამოსარჩევია ქრისტოპოლისის ბიზანტიური აკროპოლისი, რომელიც 1391 წელს დანგრეულა. უშუალოდ ახლა ვიმყოფებით კოშკზე, რომელიც დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფუნქციას ითავსებდა. რაღაც დროის განმავლობაში ის იყო იარაღისა და საკვების სათავსო, ასევე საგუშაგო კოშკი, მაგრამ მე-18 საუკუნიდან ის გადაკეთდა ციხე-კოშკად. რაც თავარია, აქედან 360 გრადუსით იშლება ხედები, როგორც ქალაქზე, ზღვაზე, მთლიანად გარშემო არსებულ პანორამებზე, ასე რომ აქ თუ მოხდეთ, აუცილებლად უნდა ამოხვიდეთ და დატკბეთ ამ ხედებით. ეს კოშკი მე-15 საუკუნის პირველ მეოთხედშია აშენებული, ჯერ კიდევ ბიზანტიელთა მმართველობის დროს. მისი სიმაღლე 13 მეტრია, ხოლო დიამეტრი 10 მეტრს აღწევს. ციხესიმაგრის შიდა ტერიტორიაზე ხვდებით ორსართულიან შენობას, რომელსაც პირველი სართული მიწისქვეშ აქვს. ის 1530 წელს არის აშენებული და თავდაპირველად იარაღისა და საკვების საწყობად გამოიყენებოდა. თუმცა მოგვიანებით მე-18 საუკუნეში სატუსაღოდ გადაკეთდა. დღეს აქ მხოლოდ ძველი ყუმბარების ნარჩენებს ხვდებით, რითაც იარაღის საწყობის იმიტაციაა შექმნილი. ეზოში სეირნობისას რამდენიმე დაკეტილ სივრცესაც ხვდებით, თუმცა გალავანზე გადაადგილება შეგვიძლია. აქედან ქალაქის პანორამული ხედი იშლება. ამ გარემოს განსაკუთრებით ალამაზებს მოყვავილე ხეები.
დაბლა სივრცეში ხვდებით ასეთ ადგილს, სადაც მოთავსებულია ზარბაზნის ყუმბარები და მათ შორის ზარბაზნის ლულაც, რაც შესაძლებელია წარმოვიდგინოთ აქ სხვადასხვა შემოტევა რომ იქნებოდა, როგორ იქნებოდა განლაგებული ზარბაზნები თავის დასაცავად, როგორც ციხეებს ჩვევია ხოლმე. გარდა ამ პატარა გამოფენისა, ჩემგან ხელმარცხნივ არის პატარა სცენაც, აქვე არის დასაჯდომი ადგილები, სადაც სხვადასხვა ღონისძიება იმართება ხოლმე მთელი წლის განმავლობაში. მთლიანი ამ სივრცის დათვალიერება ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით 1 ბილეთი 4 евро დაგიჟდებათ, ხოლო დანარჩენ თვეებში 5 евро. ეს პერიოდი განსაკუთრებით იყვარს სამოგზაუროდ, ვინაიდან შედარებით ნაკლები ადამიანი ნახულობს ასეთ ღირსშესანიშნაობებს და ბევრად მშვიდად და წყარად შეგვიძლია დავათვალიეროთ ეს კოშკში ასვლა იქნებათო ასეთი სპეციალური გამოფენები. ამინდის შესაბამისი მშვენიერი განწყობა გვაქვს. ახლა დავეშვებით დაბლა ვიწრო ულამაზესი ქუჩებით და ერთად აღმოვაჩინოთ ეს საინტერესო ქალაქი. ციხე-სიმაგრიდან კვლავ დაბლა ავიღეთ გეზი, ქალაქის ქუჩებში რომ გავისეირნოთ. სახლების არქიტექტურა და ფასადი თითქოს მსგავსია, თუმცა ზოგიერთი მათგანი განსხვავებული და განსაკუთრებულად ლამაზია. ასეთ ქუჩებში სეირნობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში სასიამოვნო იქნება. ქალაქი ძველი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში დაარსეს კუნძულ თასოსიდან გადმოსახლებულებმა. ამის მთავარი მიზეზი დიდარი ოქროსა და ვერცხლის მაღაროები იყო. თავდაპირველად ქალაქს ნეაპოლისი, ანუ ახალი ქალაქი ერქვა. მოგვიანებით კი ქრისტოპოლისი, ანუ ქრისტეს ქალაქი. დღეისთვის ქალაქი კავალა ჩრდილოეთ საბერძნეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული ცენტრია. ახლა მოვედით ქალაქის ერთ ღირსშესანიშნაობასთან, რომელიც არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, თუმცა სანამ ეკლესიაზე გეტყვით, ჩემ უკან არსებულ მოზაიკაზე უნდა გიამბობთ ერთი საინტერესო ამბავი. აქ გამოსახულია პავლე მოციქული, როდესაც ის პირველად გადმოდის საბერძნეთის ტერიტორიაზე და იწყებს ქრისტეს სახარების ქადაგებას, სწორედ ამ მომენტს ეძღვნება ეს მოზაიკა. რაც შეეხება უშუალოდ ეკლესიას, 1530 წელს აქ დაარსდა ოსმალების დროს მეჩეთი, თუმცა არის ვარაუდი, რომ მეჩეთამდე აქ ქრისტიანული ეკლესია არსებობდა. 1900 წელს მოსახლეობის მიერ კვლავ ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა და როგორც აღნიშნე უკვე წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა და მას შემდეგ დგას ეს ტაძარი აქ და ემსახურება აქაურ მრევლს. ახლა აქვე მდებარე ერთ საინტერესო ადგილს მოვინახულებთ. ზე ჩასვლას იწყებს. ცოტა აცივდა კიდეც, მაგრამ ჩამავალი მზის სხივების ციალი ულამაზეს კონტრასტულ გარემოს ქმნის. მართალია აკვედუკები ძირითადად რომაული არქიტექტურისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა კავალას ეს აკვედუკი უკავშირდება ოსმალთა პერიოდს, ვინაიდან სწორედ მათ ააშენეს ის მე-16 საუკუნეში. უფრო ადრე, მე-14 საუკუნეში, ბიზანტიელთა მმართველობის დროს აქ იყო კედელი, რომელიც ციხე-სიმაგრის თავდაცვით ნაწილს წარმოადგენდა. არსებობს ერთი ვარაუდი, რომ ამ კედელს ჰქონდა აკვედუკის ფუნქციაც. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს არის უიშვიათესი ბიზანტიური აკვედუკი, ვინაიდან ისინი წყლის მარაგებისთვის ძირითადად იყენებდნენ ჭებს და ცისტერნებს. დღეისთვის ამ აკვედუკის საკმაოდ დიდი ნაწილია შემორჩენილი, რომლის ნახვა შეგვიძლია როგორც ფეხით სიარულისას, ისე მანქანით გადაადგილებისას. მაგრამ ჩემი აზრით აჯობებს ქალაქის მაღალ წერტილებში ავიდეთ, მაგალითად როგორც კავალას ციხე-სიმაგრეა, რათა იქიდან გადმოხედოთ ამ აკვედუკს, დაენახოთ მისი სრული მასშტაბი და ჩემსავით დარწმუნდეთ, თუ რამდენად შთამბეჭდავი და განსაცვიფრებელია. კედელი თაღოვან აკვედუკად სულეიმან დიდის დროს გადაკეთდა. საინტერესოა, რომ 1911 წლისთვის აკვედუკი კვლავ ამარაგებდა ქალაქს წყლით პანგეუსის მთიდან. მზის ჩასვლასთან ერთად ჩვენი დღეც დასრულდა. კავალასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში დავბინავდებით.
ქალაქ კავალაში მოგზაურებთ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ამ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვიყოფებით. ეს არის ფილიპის არქეოლოგიური ადგილი, რომელიც 2016 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია და გამორჩეულია თავისი ისტორიით და კულტურული დანიშნულებით. ქალაქი ფილიპი მდებარეობდა ეგეოსის ზღვის ნაპირას, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მამამ ფილიპე მეორემ დაარსა 356 წელს და მას იყენებდა მთა პაგაიოს მაღაროების გასაკონტროლებლად, საიდანაც ოქროს იღებდნენ და ზარაფხანა მდებარეობდა. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ეს ადგილი ბევრჯერ დაიცალა. ახალი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეში ბევრი მიწისძვრისა და სლავური თავდასხმების მერე ხალხი გაიხიზნა და ეს ადგილი მთლიანად დაიცალა, მოგვიანებით ისევ დასახლდა და აქ მდებარეობდა ციხესიმაგრე ბიზანტიურ პერიოდში, თუმცა ოსმალების შემოსევების დროს ეს ადგილი კვლავ დაცარიელდა. მთლიანობაში ძალიან დიდი ადგილია, მის დათვალიერებას ალბათ რამდენიმე საათი დასჭირდება. თქვენზე დამოკიდებული როგორ მოინდომებთ მის დათვალიერებას, ჩვენც აქედან დავიწყოთ უკვე ამ არქეოლოგიური ადგილის აღმოჩენა და შევხედოთ რა ხდება. საბერძნეთში მოგზაურობისას, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს ამფითეატრები, თუმცა ამ ადგილზე შემოსვლისას პირველივე სწორედ ამ ადგილას აღმოჩნდებით. ქალაქ ფილიპის დაარსებიდანვე არსებობდა ეს ამფითეატრი და თავისი არსებობის განმავლობაში არაერთ ქარტეხილს გაუძლო. რომაულ პერიოდშიც შეინარჩუნა მან საცენო დანიშნულება, თუმცა ახალი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნეში უკვე ეს ადგილი გადაკეთა არენად, სადაც ცხოველთა ბრძოლები იმართებოდა. ჩემი მოგზაურობის დროს არაერთ ამფითეატრში ყოფილ ვარ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ერთ-ერთი კარგად შემონახულია, სადაც კი ყოფილ ვარ. და რაც მთავარია ამ მუზეუმისთვის, ის უმნიშვნელოვანესი ადგილია. ამ ტერიტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ადრე ქრისტიანული ბაზილიკაა. მართალია ის დანგრეულია, მაგრამ შემოსაზღვრულია კედლის ადგილები. აღდგენილია რამდენიმე სვეტი და აღქმადია მისი მასშტაბი. ბაზილიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჯვრის გამოსახულებიანი სამშენებლო ქვები. ამ ადგილს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება. როგორც გუშინ გითხარით, პავლე მოციქული ჩამოდის მაკედონიაში, მას შემდეგ რაც ღამით ხილვა ექნება, რომელ ხილვაშიც მაკედონელი კაცი თხოვს ჩამოსვლას და დახმარებას. მას შემდეგ რაც ის ფილიპში ჩამოდის, ის ამ ქალაქს აღწერს როგორც მაკედონიის მთავარ კოლონია ქალაქად და ეს მართლაც ასე იყო, ვინაიდან აქ ძირითადად პენსიაში გასული რომაელები ცხოვრობდნენ და მათთვის ეს ადგილი ფაქტობრივად პატარა რომს წარმოადგენდა. რომ დაუბრუნდეთ პავლეს, როდესაც ის აქ ჩამოდის, იწყებს ქრისტეს სახარების ქადაგებას, ნათლავს რამდენიმე ადამიანს და ახდენს სასწაულებს. მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ეს არ მოეწონება, საბოლოოდ მას და მის მოწაფე სილას გაჯოხავენ და დილეგში ჩააგდებენ. სწორედ ამით არის განსაკუთრებული ეს ადგილი, რომ ის დილეგი აქ მდებარეობდა. ამ ადგილს კიდევ ერთი სასწაული უკავშირდება. მოციქულთა საქმის მიხედვით იმ ღამით მიწა იძვრება, გისოსები და ბორკილები გაიხსნება, და ამ სასწაულის მოწმე დარაჯი იწამებს უფლის სიტყვას, შემდეგ მოინათლება და უკვე გრძელდება მოციქულთა საქმე სხვა ამბებით. თუმცა ალბათ გამოსარჩევია ეს ადგილი ქრისტიანებისთვის, ვისაც ასეთი ადგილები იზიდავს, წმინდა ადგილია, რა თქმა უნდა, მორწმუნეებისთვის და გარდა ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობისა, ეს ფაქტიც ალბათ ერთ-ერთი მიზანი და მიზეზი იქნება აქ მოგზაურობისთვის. ამ ადგილიდან მთელი სივრცე ჩანს. მართალია ყველაფერი დანგრეულია, თუმცა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი მასშტაბური ქალაქი იყო ქალაქი ფილიპი. დავტოვეთ ფილიპი, კავალას მხარე და სალონიკისკენ ავიღეთ გეზი. მრავალფეროვანი მოგზაურობა გამომივიდა, მაგრამ
ამ მხარეში კიდევ მრავალი განსაკუთრებული ადგილია, რომელსაც მომავალში აუცილებლად ვესტუმრები. ფილიპინიდან ჩამოვედით ქალაქ სალონიკში, ცოტა წავიხემცეთ და ახლა გავემართებით აეროპორტში, სადაც დავტოვებთ მანქანას და უკვე დავბრუნდებით საქართველოში. იმის მიუხედავად, რომ ახლა სეზონი არ არის, ვფიქრობ, მაინც საინტერესოდ გავატარეთ ეს პერიოდი. შთამბეჭდავი თავგადასავლები გქონდა ერთად, მაგრამ თქვენ თუ სეზონის დროს გადაწყვეტთ აქ ჩამოსვლას, შეგიძლიათ ისარგებლოთ არაერთი საინტერესო სანაპიროთი. აქედანვე შეგიძლიათ ჩახვიდეთ ხალკიდიკის ნახევარკუნძულზე, რომელიც საკმაოდ პოპულარულია მათ შორის ქართველ ტურისტებში. თან თუ შევადარებთ სხვა ბერძნულ კუნძულებს, მაგალითად როგორიცაა მიკონოსი ან სანტორინი, ვერად ხელმისაწვდომი ფასია. ახლა გავემართებით მანქანისკენ, დავბრუნდებით საქართველოში და მოემზადებით შემდეგი დიდი მოგზაურობისთვის, საიდანაც ეგზოტიკური თავგადასავლები არ მოგვაკლდება. დროებით. შემდეგი გადაცემიდან ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტიდან მოგესალმებით. წინ შთამბეჭდავი თავგადასავლები გველოდება.